მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ატყო შობილი წარსულისა. მე ვარ მისი ავტორი ედიშერ გუნდაცი. გასული დღეები ძალიან სახიფათო იყო არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ჩვენთან რომ იტყვიან ასეთი გამოთქმით, რომ skip-ზე იყო, ზუსტად skip-ზე იყო დღევანდელი მსოფლიო, რომ ცოტაც და რომ არა გონივრული გადაწყვეტილებები შეიძლება კაცობრიობის აღსასრულიც კი დამდგარიყო. მედის ირონია თუ სხვა რამ ვერ გეტყვით, მაგრამ კაცობრიობა არასდროს არ ყოფილა თვით განადგურების ისეთ საფრთხესთან, როგორიც დღევანდელ დღეს არის. კიდევ ერთხელ მეორე გამის დამადასტურებლად შეიძლება ვთქვათ ის 12 დღე, რომელიც 12 დღის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო იმ ადგილისაკენ, რომელსაც ქვია ახლო აღმოსავლეთი და იმ ადგილისაკენ, საიდანაც შეიძლება, იარა ეს ასე იყო, მსოფლიო ცივილიზაციები დაიწყო. ამბობენ, როდესაც ზარბაზენები ქუხანო, მაშინ მუზები დუმანო, მაგრამ ჩვენ შემთხვევისათვის ჩვენ ქართველები ვარ და ჩვენ თავზე რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ გვაქვს ორი რამ, რომელიცაც ვამაყობთ მთელ მსოფლიოს მასშტაბით და სანამ იცარცელებს კაცობრიობა, მუდამ იქნება თანმდელი ქართველი კაცისათვის. ეს არის ქართული სიმღერა და ეს არის ქართული პოეზია, ქართული იუმორი შეიძლება დავამატოთ კიდევ ამას. სწორედ ამ გადასახედიდან მინდა დღევანდელ დღეს ვისაუბროთ ამ საჭიროებო საკითხების გარშემო, იუმორითაც, პოეზიითაც, საკითხის ცოდნითაც, ორ შესანიშნავ ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც დამახსოვრებათ ვინც ხართ ჩვენი მუდმივი მაყურებელი, ჩვენი გადაცემის მუდმივი მაყურებელი, უკვე მეორედ არიან ჩვენთან. ჩემგან ხელმარცხნივ ზის მარიამ კაკაურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი, ნიკო ნიკოლაძის კლუბის პრეზიდენტი და ჩემგან ხელმარჯვნივ იმყოფება შალვა ხუჩიცუი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი, მწერალი და ამავდროულად პოეტი. ასეთი შესანიშნავი შემოქმედები გვყავთ დღევანდელ დღეს ჩვენ და მინდა მაინც პირველი სიტყვა მივცემ ხალბატონ მარიამს, რა სიტყოდა ის დღევანდელი სამყაროს შესახებ, დღევანდელ მსოფლიოში, ტურბულენტურ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ და მისი ხედვით რა როლი და ადგილი უნდა დაიჭიროს ამ რომ იტყვიან არეულ მსოფლიოში საქართველოს და რა როლი უნდა ჰქონდეს მას იმისათვის რომ იქიდან მშვიდობიანად გამოვიდეს. ბატონო ედიშერ, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ თქვენს გადაცემაში უკვე მეორედ მოწვევისთვის. ეს დიდი პატივია ჩემთვის, როგორც ქართველი ახალგაზრდასთვის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ბატონო ედიშერ, არაჩვეულებრივი შეკითხვა. დღევანდელ დღეს უდაოდ ქაოსური სიტუაცია მსოფლიოში და ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში მგონი დავიჭირეთ ის რაღაც სტაბილურობის მომენტი, როდესაც ქვეყანა ვითარდება რთულად ბევრი სირთულის წინაშე ვდგავართ, გარემტერიც გვებრძვის, შიდამტერიც მრავლად არის, თუმცა ქვეყანა ვითარდება და ეს არის ძალიან მოსაწონი და ამ ქაოსურ პირობებში ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს ეს სიმშვიდე და განაგრძოს მყარი და
ესე ვთქვათ 7 ნელი ნაბიჯებით განვითარება. ძალიან კარგი. პოეტს და მწერალს სულ მუდამ დიდი გასახანი ჰქონდა საქართველოში. სულ მაგას დიდ ჭკუას ეკითხებოდნენ და აქენ გადასახედიდან გამომდინარე, როგორ ხედავ შენ წერლის, პოეტის, საერთოდ ხელოვანი ადამიანის როლს არა მარტო საქართველოში, არამედ განსაკუთრებით საქართველოში. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩემთვის დიდი პატივია ამ ტელევიზიაში კიდევ ერთხელ სტუმრობა. ვიტყვი, ჯერ თქვენაც განაცხადეთ ამასთან დაკავშირებით ხელოვანის როლზე, რომ ბატონი თამაზ წივწივაძე მწერალი ალბათ გეცოდინებათ ყველას, ამბობდა კიდეც რომ ქვეყანაშიო მწერალი, მე მეორე კაცი ვიყავი, იმიტომ რომ მწერალი მეორე კაცი არის ქვეყანაშიო და ის გულისხმობდა რომ პრეზიდენტის შემდეგ თვითონ ის მოდიოდა. მართლაც ამ ხელოვანიშნულობა აქვს მწერალს, ნებისმიერ და პოეტს ქვეყნის საქმიანობაში, ქვეყნის ცხოვრებაში, განსაკუთრებით იმიტომ რომ ის ხელოვნების სფეროშია ჩართული, ხელოვნება ცნობიერების ისეთი ფორმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ცხოვრებაში და ადრე მე შეხათაშორის მოსმენილი მაქვს ერთი ადამიანი ამბობდა ამასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნება ეს ფუფუნებაა, ეს ბავთაა ქვეყნისთვის და ეს ისეთ ქვეყანაშეულია ხელოვნებაში ჩადოს თანხა რესურსები, რომელსაც ეკონომიკურად ძლიერია და თავისი ელემენტარული საზრუნავი უკვე მოცილებული აქვს და ეს არ არის მე ასე ვფიქრობ და ამ ადამიანის არგუმენტს შევეწინააღმდეგები, რაც მან მოიტანა, იმიტომ რომ ხელოვნება არათუ ბავთა არის ქვეყნის ცხოვრებაში, არამედ ის ლიბო არის, საფუძველია, აუცილებელია, იმიტომ რომ ხელოვნებას ერთ-ერთი როგორც სხვადასხვა რელიგიის დონეზე დგება ეს, იმიტომ რომ რელიგია ცნობიერების ფორმა გახლავთ და ხელოვნებაც და მინდა უფრო კარგად რომ გადმოვცე, არსი და ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს, მე ხელოვნებასთან დაკავშირებით გავაკეთე ერთი პატარა პროზაული ნაწერი, სადაც ზუსტად ჩამოვაყალიბე რას ნიშნავს იგი და რას წარმოადგენს ხელოვნება. და წავიკითხავ ამასთან დაკავშირებით, სათაური აქვს ასეთი ცოტა რამ ხელოვნებაზე. ხელოვნება ცნობიერების ფორმაა, რომელსაც თავისი ფესვები ცხოვრებაში აქვს გადგმული. იგი მისგან საზრდოობს და მისკენაა მიმართული. წარმოადგენს სინამდვილის ასახვას და ახასიათებს ფანტაზია, მონაგონი. მისი ჭეშმარიტი ნაწარმოები, რომელიც ცხოვრებას სიმართლით ასახავს, შემეცნების ფუნქციასაც კი ახორციელებს. ხელოვნება განზოგადებას გვაძლევს არა განყენებულ ცნებაში, არამედ კონკრეტულ მხატვრულ სახეში, რომელიც სინამდვილის ცნებითი და გრძნობად კონკრეტული ასახვის ერთიანობას წარმოადგენს და გარკვეული იდეის მატარებელია. აქვეიდან მოვიტანო ლევ ტოლსტოის ნათქვამი ხელოვნებასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნება წერდა ლევ ტოლსტოი არის ცხოვრების პროცესში მის უმაღლეს და დაძაბულ მოვლენებში ჩვენი მონაწილეობა. კარგი წიგნი იგივეა, რაც საუბარი ჭკვიან ადამიანთან. მკითხველი მისგან იღებს ცოდნას და სინამდვილის განზოგადებას, ცხოვრების გაგების უნარს. მხატვრული ნაწარმოებები გადასცემს მას გამოცდილებას, ეხმარება მას თავისი აზრების ხასიათის და რაც თავია სულის ჩამოყალიბებაში. აი ამ ხელოვნებაშობა აქვს ხელოვნებას და როგორც თქვენ მახსენეთ პოეტიო არ შეიძლება ლექსით საქმე არ მივაყოლოთ, თვითონ ჩემთვის რას ნიშნავს იყო პოეტი და რას ნიშნავს ზოგადად იყო პოეტი. ლექსი მაქვს. არ გავიწოდეთ, რა თქმა უნდა, ძალიან ამის შემდეგ ამბობს, რომ ჩვენ ვართ იმ ქვეყნიდან და ჩვენს გადაცემას ლაიტმოტივად გაძლევს იმ დიდი კაცის სიტყვები, რომელმაც თავის დროზე თქვა, მეცა ნიშნავს და ერისძის მიწიერის ეციელსა ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღენ წინა ერთსა. ეს დიდი ილიას სიტყვებია და დიდი ილიას მამული ენა სარწმუნოება, ეს არის ჩვენი გადაცემის გვაკუთხედი და ბრძანით. იყო პოეტი, წერდა სტრიქონებს, საამოცარის ამავდროს ტანჯვაც, ნეტარ ვინიცის ვინ მოგიგონებს, ან ვინ მოყვება ვინიცის განსჯას. იყო პოეტი, წერდა სტრიქონებს, თუ შენი გული გახდება ბელტი, იმედი მაინც უნაა ცოცხლო, შენში არ უნდა გააქრო ღმერთი. იყო პოეტი, წერდა სტრიქონებს, იმღერე, თუნდაც არ გემღერება, და თუ არავის შემოკრა ტაში, მაშინ შემოკრან შემახელები. ძალიან შესანიშნავია ჩემო ბატონო,
და არც მიკვირს, იმიტომ რომ საქართველოს პოეზიის ქვეყანა და აქედან თბილისიდან ორი ფეხის ნაბიჯია შეიძლება ითქვას, აგერ მაღალ ზემოთ ფასანაური საკითხი შეუყვები, რომ წახვალ და გამერონობს გათელებული ბავშვები ექსკურსიაზე დავყავდა რაღაცები, დილით რო ავდგებოდით და საუბარს გავაბამდით ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ლექსად ველაპარაკებოდნენ, კაცო, ლექსად ველაპარაკებოდნენ, ისეთი ბუნებაა ჩვენთან, რომ სხვანაირად არ შეიძლება. და აი შალვაც ისეთ თემას შეეხვა ლექსის გარაშე მეც ვერ დავტოვებ ამ თემას, რომ აი არ ვიცით საიდან დავიწყოთ წერა და ამ ლექსზეც ვერაფერს ვგეტყვით, სათუთი რამ არის მეგობრებო ლექსების წერა, ვითარცა სიყვარულს, ის ითხოვს რწმენას. ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგი რეზერვული ჩართვა იყო, მაგრამ თქვენ როგორც ამ საქმის მომავალ სპეციალისტს, რომელიც მოსტარტებით ამ საქმეში და განსაკუთრებით თქვენს მხრებზე ძალიან დიდი მძიმე ტვირთი წვევს ჩემო მარიამ. ეს არის ნიკო ნიკოლაძის კლუბის სახელობის პრეზიდენტი. მე წეგან თქვი ილია ჭავჭავაძეზე და ილია ჭავჭავაძე მოვიყვანე მაგალითად. მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე არაფრით ნაკლები ილიაზე არ იყო ნიკოლაძე. აი თქვენ როგორც ამ ახალგაზრდა მომიტყვიან კვლევართა კლუბის პრეზიდენტი, რა სიტყვით ნიკო ნიკოლაძის ნაწერებისაგან, რა შეიძლება დღევანდელ დღეს გამოიყენოს საქართველოს და როგორი ინოვაციები ქონდა ამ რომიტყვიან ბუმბერას კაცს თავის დროს. შესანიშნავი კითხვა ბატონო ედიშერ და ნიკო ნიკოლაძის ღვაწლთან დაკავშირებით მე უდაოდ დაგეთანხმებით, იმასაც გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ილია და ნიკო მეგობრები იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში და ეს იგრძნობა. ეს ერთი წრეა, რომლებიც თუმცა მე მტრებმა მაგათ შორის ჩამოაგდეს, მაგრამ ხდება თავისთავად ცხადია, ხდება, თუმცა ის გავლენა, რომ ისინი ერთი წრიდან მოდიოდნენ, იგრძნობა. თავისთავად ცხადია, ერთი მიზანიც და სოციუმსაც ერთიანი სიყვარულით ემსახურებოდნენ. ამის გამოებრძოდნენ ილიასაც, ამის გამოებრძოდნენ ნიკოსაც და სამწუხაროდ ამის პრაქტიკაც შენარჩუნებულია დღემდე. თუმცა რაც შეეხება ნიკოს საქმიანობას და ნააზრევს, ის ოდით განუეხებოდა ისეთ აქტუალურ თემებს, რომელიც არის დღესაც აქტუალური. თუნდაც ის მაგალითი, რომ მოვიყვანოთ თავის და მეუღლე, რომ ევროპაში წაიყვანა სასწავლებლად, ესეც კი ბევრ რამეზე მეტყველებს. მაშინაც ქონდა ის პრობლემები სოციუმს, რომ იყო რა დაყოფა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო და ნიკო ისევე როგორც ილია ცდილობდნენ ამ ყოველფრის მოგვარებას. ასევე რა თქმა უნდა, ძალიან ინოვაციური ადამიანი ბრძანდებოდა ნიკო ნიკოლაძე და იმის თქმა შემეძლია, რომ არაერთი სიახლე შემოიტანა ევროპიდან, ეს ტექნიკას რომ თავი დავანებოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სამტრედიელი ვარ, მე და ველოსიპედი შემოიტანა, რომელიც ყველა სამტრედიელის ოჯახში დღესაც-აა, ხო? გათხოვებაზე რა სიტყვით სახლებში ბატონო ედიშე. ნიკოს სახლში ქონდა გათხოვების მილები. კი ბატონო. ნუ ეს უკვე ისეთი რამ არის, რომ აი საუკუნე ნახევრის წინ, ორი საუკუნეს წინ. ჩემო მარიამ, კიდევ თან საოცარი რაღაცა იყო შვილი, ვიცით? აი ხლაც არის, შეიძლება თქვენ ბავშვები ხართ და ჩემთან შედარებით რა თქმა უნდა, ხო და ნახული არ აქვს, ეგრეთ წოდებული იმერეთში ეძახიან ტრიფოლიატის ღობეს. ეკლიანი ღობია. მისი ჩამოტანილია. ნუ ნიკო არჩეული გენიოსი ადამიანი, ის ხვდებოდა რა ჭირდებოდა ქვეყანას და მოქონდა ზუსტად ის, რომ ეს სოციუმში გაავრცელებინა, რომ მაგალითი ყოფილიყო. და ნუ რა თქმა უნდა, მისი ღვაწლის გაგრძელება, ასე ვთქვათ, თამამი განაცხადი იქნება ჩემი მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა, ამის ხაზგასმა უნდა ხდებოდეს და პოპულარიზაცია იმ მხრივ, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებდა მნიშვნელოვან საქმეებს. იგივე, ჩემო მარიამ, კიდე რა და ჩემო შალვა საქმე რა შემდგომარეობს, ნახეთ, დღეს რომ არის იმანაკლის სპორტზე ერთი ამბები, ხოთი ფაქტობრივად ევროპას მან აჩვენა, რომ შეიძლება და ერთი გზა და ერთი სარტყელი დღეს რომ აქვს ჩინელებს, ეს ნიკოს გონებაში თავის დროზე მოხარშული იყო და მარტო რაც ჩამოვთვალე, ეხლა მე მარტო მისი დამსახურება უდიდესი დამსახურება ფოთი, მისი დამსახურება რკინიგზა და მისი დამსახურება ჭიათურის მანგანეცი. მეტი რო არ მას არაფერი არ გაეკეთებინა,
მე თავისთავად ცხადია საწყისე სოციალურ თემებს შევეხეთ, რომელიც მან განახორციელა და ეს უკვე ტექნიკა და ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს უკვე რა თქმა უნდა თქვენს აღნიშნეთ. არაჩვეულებრივი პიროვნება. კი ბატონო. შალვა თქვენ რა სიტყვით ახლა ესეთი საკითხების გარშემო რომელიც ყველაზე მეტად ახლა შენ თაობას ვისაუბრებთ ჩვენ ამის შესახებ, მაგრამ თქვენ თაობას იგივე შემოქმედ ხალხს გაწუხებთ. პრობლემურია და მე თქვენთანაც მინდა ამ კითხვიდან როგორ ხედავთ ამ საკითხების სიმწვავეს ქვეყანაში, როგორ ხედავთ მისი გადაწყვეტის გზებს. რაზე მინდა ახლა მე პირადად ჩემი გადასახედით მე მაგალითად მივესალმები უკანასკნელი ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც არის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა. არაჩვეულებრივი. როგორ ფიქრობთ ახლა ეს მწვავედას მოგეთ ძალიან მწვავედად ჩვენ საზოგადოებაში და აი როგორ ხედავთ თქვენ უფრო მეტად ახლოს გართ ახლა ახალგაზრდები ხართ და ახალგაზრდულ პრობლემებთან უფრო მეტი ახლოს გართ წვდომა ხედავთ ამას რა პრობლემებია და როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო კიდე იმისათვის რომ პრობლემები გადაწყვეტილ იმედია თუნდაც არავინ არ გაიგებს ამას ჩემს აზრებას მაგრამ მე მაინც მგონია ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ესა თვითონ შემოქმედის დაუფასებლობა და წიგნიერების დაბალი დონე. ანუ რაც ქვეყანაში მე ამის შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. პირიქით მე მინდა რომ ამ კუთხით გამოუჯობესდეს მდგომარეობა, მაგრამ ეს შესამჩნევია, მარტივი არის. ანუ კიდეც ქვეყანაში მომატებული მკვლელობები, ეს ხო ამას ხო ხა ზედა ეშელონები არის, ძონს და რაღაცა კანონპროექტის არასწორობა და ცუდი ნორმის მიღება. ეს არის გამოწვეული იქიდან რომ ადამიანებს განათლების დონე, ცოდნა, ინფორმაციულობა კიდე სხვა რაღაცაა, განათლება კიდე სხვა რაღაცაა და აი ეს განათლება რასაც ქვია. გადაშორის მე მაქვს ანუ განათლების ჩემი შეეული განმარტება, რომ ყველანაირი ინფორმაციის ცოდნა არ ნიშნავს განათლებულობას, განათლება ყველა ვარიანტში არის სიკეთისკენ მიდრეკილი მოვლენა. იმიტომ რომ შეიძლება ცოდნა გქონდეს და ბოროტად გამოიყენო, შეიძლება ცოდნა გქონდეს და გამოახმარო კარგ საქმეს. აი კარგ საქმეს რო ახმარ, აი ეს არის განათლებული ბოროტი ყველაზე მეტი საშიშია. აი ცოდნე ბოროტია. სწორედაც ეს უნდა იყოს განათლებული უნდა ვიხაროთ, კარგთან მიმართებაში უნდა ვიხმაროთ. ანუ აი ეს მიმაჩნია ძალიან დიდ პრობლემად მე და ანუ დღესაც არა მარტო როგორც მარტივ დონეზე თქვი მკვლელობები ხდება ქვეყნის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სოფლიოშიც ასე აი როგორ მოიმატა ხო ხედავთ ომებია ძალიან მოხშირებული ხო ხა ირან-ისრაელის დაპირისპირება რატომ არის ხა ეს და ან საერთოდ ვიღაცას კითხვა გაუჩნდება რომ როდის იქნება დასასრული როდის მოჭება ომი მე ესეთ პასუხს გავცემდი ამ შეკითხვაზე რომ თუ ვინმე მოელოდება რომ კაცობრიობა რომ როდესმე ომს დაასრულებს ეს დიდი ტყუილია იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაში დევს ეს რომ მასში არის ყოველთვის მუხტი იმისკენ რომ აი ელემენტარულად რომ განმარტოთ ის ბიოსოციალური არსებაა ბიოლოგიურ არსებაში შედის ის რომ ის რა თქმა უნდა იკვებება სვამს ჰიგიენურ მოვლენებს ყველაფერს ანხორციელებს მაგრამ სოციალურ არსებაში ჩვეულებრივად არის ჩადებული აქ ის რომ მას აქვს ანუ ადამიანთან ურთიერთობის გარეშე ის რეალიზაციას ვერ მოახდენს საკუთარი თავისას მას უნდა ადამიანი რომ დაინახოს შეაფასოს მას უნდა წინააღმდეგობა გაუწიოს მეორე ადამიანს იმიტომ რომ ნაჩვენოს აი მე რა მაგარი ვარ მე რა კარგი ვარ და ეს არის ომის ამის დემონსტრაციაა იმიტომ რომ აქაც ეს ხდება ხო ხედავთ რომ აი მოგეთ ირანმა ისრაელმა უნდა მაჯობოს იერუსალიმი უნდა გამათავისუფლო რა იუდაიზმი ისლამია პირველი ისლამი უნდა იყოს პროსტურად ძლიერი ამ ისლამშიც რა სუნიტებმა უნდა ვაჯობონ, შიიტები უნდა ვიყოთ, მაგრები და თურქებსაც ჯობი ვართ, არაბებსაც ჯობი ვართ, ხო? ეს ადამიანური ფაქტორია, რაც მოდის მისი სოციალური არსიდან, ჩემი აზრით. მაგრამ ამავე დროს მე მინდა ომს შევეხედა დავით არაბას დაკვირვებას და მინდა როგორც პოეტის რა ფუნქციაც აკისრია მომავლის იმედის გაჩენა წმენა ადამიანებში არასოდეს რო არ ჩაკვდეს ამისკენ მოწოდება, ერთი ლექსი წავიკითხო, რომელსაც ჭრილობა ქვია. ცასჭრილობებზე ადევს ღრუბლები, ტოტება აპყრობილ დგანაკაკლები და დაგავიწყებს ყოველს უკლებლი, ლოცვა ჩვენსაზე არანაკლები. დაფენილია თეთრი ჭილობი, წარსულ სიმთელეს ნუ არ მისტირი,
კლავ შეხორცდება ჩვენ ყველა ჭრილობა აყვავილდება ისე თისით. ოჩახ ძალიან კარგია. საერთოდ. და ბატონო მე თავს ვერ შევიკავებ თქვენ ჩვენი ეს კითხვა ისე დაიწყეთ რომ სურს მეცეორიოდ მოსაზრება დავუხსნირო ამასთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ნარკოტიკების თემა და ახსენეთ ჩვენი სამართალდამცავების ქმედებები ამ თემასთან დაკავშირებით. ახლა რა თქმა უნდა რადიკალური ზომების მიღება სოციუმში რომელიც მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფება ცოტა არ იყოს ზედმეტი ფორმა თუმცა აუცილებელი იმიტომ რომ როდესაც ჩვენს სოციუმში მყარად არის გადმული ეს ქცევათა პატერნი რაც მოიაზრება ნარკომანია ასე ვთქვათ ეს არის ძალიან ცუდი შალომაც ახსნა სულიერება ასე შემდეგ ეს ყველაფერი სწორია მართალია განათლება თუმცა ამ ადამიანებმა არიციან სხვა რა უნდა აკეთონ და ჩვენი ვალდებულება რომ მათ შევთავაზოთ ალტერნატივა ამ ყოველივესთან ერთად რადიკალური ზომებს უნდა მოსდევდეს იმის ჩანაცვლება თუ რა უნდა აკეთოს სოციუმმა რომ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოს განათლებასთან და სულიერებასთან ერთად თავისთავად ცხადია. მადლობა. ბატონო, ახლა თქვენ რაც პრობლემებს შეეხოთ ეს ომის პრობლემა, ეს მშვიდობის პრობლემა, ეს მარადიული პრობლემა და მარადიული იქნება ალბათ სანამ არსებობს ადამიანი როგორც ასეთი, სანამ არსებობს სამყაროს სულიერ გეთანხმება. ამის შესახებ 27 წლის გამიტყვიან ასაკში ბრძანა გენიოსმა ქართველმა ნიკოლოზ მატაპარათაშვილმა. თვითონ მეფენი რომელიც უმაღლეს არ არის სხვა მდიდება იღწვიან და აღიძრიან იმ მითისთვის რომელიც დღეს თუ ხარ თვითვიანია. ამით მე მგონი ყველაფერი არის ნათქვამი და ეს არის მარადიული პრობლემა. მაგრამ ამ მარადიულ პრობლემას სჭირდება შედარებით ისეთი რამ, რომელსაც ქვია ამ რისკების დონის უფრო მეტად დაბლა დაწევა. იმიტომ რომ ადამიანი ესეთი ფენომენია და რომელშიც ორი საწყისი ერთვის ერთმანეთს. ბოროტება და სიკეთე. რამდენი თითოეული ჩვენთაგანში ბოროტებაა, იმდენი სიკეთეა. მთავარია მისი გამოვლენის ფორმები. ნებისმიერი გადაცემა იქნება. ნებისმიერი პოეტიკაც ბრძანდებით მწერალი, აგერ შესანიშნავი ჩემო ბატონო, იურისტი ყავს გვერდით. თქვენი მოღვაწეობა გამოიხატება იმით, რომ მომავალში რაც შეიძლება სიკეთე გამოავლინოს ადამიანი. თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ ახლა უკვე ამთავრებთ უნივერსიტეტს და ეს გაცნობიერებული გაქვთ. გეტყობათ საუბარში, რომ არ შეიძლება ბოროტებით და სიმკაცრით ებრძოდა ბოროტებას, მაგრამ არსებობს ბევრი რაღაცები, ჩემო თვითფასო მეგობრებო, რომელთანაც არ გადის ის, რომელსაც ქვია დაყოვება, რომელსაც ქვია ჰუმანიზმი და ასე შემდეგ. მე რო კაცმა უფლება მომცეს, მაგალითად, ნარკოტიკების გამავრცელებლები შემომტანილი ვინც არიან, მას მიუჟიდი მუდმივ საპყრობილეს და რომლისაგანაც რომ იტყვიან, გარეთ არ გამოვახედებდი. რატომ? ახლა მე პირველად ჩემს ასვლაბად ვიტყვი, მომავალ თაობას ვისწორებ. თქმა უნდა. მომავალ თაობას ვინ მოგცას ჩვენ იმის უფლება, რომ ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილი ჩაიგდო ხელში და შემდეგ გაანადგურა რა. ამასაც ჯამში ჩვენ ისევ წიგნთან და ისევ ცოდნასთან მივყავართ, იმიტომ რომ ესენი დაღმაყოფილებას ნარკოტიკით ახდენენ. ანუ რასაც რაც შეუძლია ადამიანს ახლა მაგალითად დაიშვენოს და მიიღოს სიამოვნება და ტკბობა ლიტერატურით, პოეზიით, ხო ვიცილობს რომ მოდი რა თქმა ეს გადავდებ ამას ცალკე და მე აი ნარკოტიკი ყველაზე მარტივი საშუალება, აი ზედმეტი ალკოჰოლის მიღება, ხო? რითაც უფრო იმას იზავს, რა ქვია, შვებას მივიღებ და ეს არ არის სწორი და უნდა ვიცოდეთ ჯანსაღი რა არის. ამისათვის რა არის ახლა ამისათვის რა პრობლემა დააყენა შენ ამთავრებ უკვე უნივერსიტეტს, ამთავრებ უნივერსიტეტს. 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გამოცდილება მიიღე, როგორც ჩვენი საუბრებიდან იკვევა, ჩემო მარიამ. ნახეთ, გასაოცარ სიტყვებს წერდა ილია, როდესაც ბრუნდებოდა მგზავრის წელებში. 4 წელწადზე, როდესაც არ ყურადღება გამახვილებული. მასში არა მარტო ცოდნაზე და განათლებაზეა ყურადღება გამახვილებული, არამედ დროის ფაქტორზე. დრო 4 წელი. ეხლა თქვენთვის ახალგაზრდები ხართ და არაფერს არ წარმოადგენს ეს 4 წელი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აი, როდესაც წელთა სიმრავლე მოგემატებათ და როდესაც გადახედავთ ამ წლებს, მე იტყვით და აი ასეთის მე სიბერე რომ მოგიკაკუნებთ,
ასეთი და ასეთი რატო დამიკარგავს და ბევრი რაიმე დამიკარგავს, რომლის ანაზღაურებას მე შეეცდები, მაგრამ ძველი ბერძნები ლაპარაკობდნენ ასეთ რაიმეს. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვავი, ჩავლილია ეს წყალი და წასულია. აი, რას შეცვლიდი ჩემო მარიამ? რა ჩემი დღევანდელი გადასახედიდან რომ შედიოდი ახლა 1 სექტემბერს ხდებოდა პირველი კურსის სტუდენტი. რას მოუწოდებდი მომავლის პირველ კურსელებს და რას მიაქციონ მან ყურადღება, რომ როგორ გითხრათ, იცით, აი ჩვენ ქვეყანას ჩვენს ბედყურ ქვეყანას წაადგენ. პირველ კურსელებს ერთადერთი რასაც მოუწოდებდი არის ის, რომ ეძებონ მათთვის საინტერესო თემები და ამ თემებს ჩაუღრმავდნენ ბოლომდე, რადგანაც საკითხის ძირფესვიანად ცოდნა გვაძლევს იმ შედეგს, რასაც პროფესიონალიზმი ქვია და უბრალოდ განვითარდნენ, არ გამოაკლდნენ ღონისძიებებს, რადგანაც უნივერსიტეტები თავაზობენ მათ გასულ 4 წელიწადს, საკუთარ 4 წელიწადს რომ გადავხედო, მრავალი პროექტი განვახორციელეთ და ემატება ყოველდღიურად ეს პროექტები. ჩაერთონ პროექტებში, შეიძინონ ცოდნა და შემდეგ სოციუმის გაკეთილშეობილებით დაკავდნენ ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ამის სურვილი. თქვენ ასე ვთქვით. მე ვეტყოდი იმას, რომ თვითგანვითარებაზე იზრუნონ ყოველ წამს, მიუხედავად იმისა, მაგალითად რა ფაკულტეტზე იქნებიან ისინი, სამართალზე იქნებიან, ეკონომიკის, ისტორიის თუ რისაც, არასოდეს არ დაგმაყოფილდნენ მარტო იმ ცოდნით, რასაც მაგალითად ლექტორი ეთქვის, ანგინაც სკოლის მოსწავლეებსაც ვეტყვი, რომ პედაგოგი რასაც ეთქვის, ყოველთვის ეცადონ ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ და 700 საათს უთმობდა დამატებით კითხვას და მასაც პედაგოგი ეუბნებოდა ილია წამოდგების კამიდან და წაიკითხებოდა არც არავინ. ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული ასევე იმაზე, რომ რა ცოდნასაც მიიღებენ, ცოდნა არ არის ჩვენი საკუთრება. აი როგორც ჩვეულებრივად მატერიალური ნივთი, ეს არის საზოგადო საკუთრება და არასოდეს არ დამალონ ეს ცოდნა. ყოველთვის ეცადონ, რომ გამოვიტანონ, მეგობარს გააცნონ და ამ გაცნობაში და ინფორმაციის გაცემაში შეიძლება იმან ისეთი რაღაცა იპოვოს, ხომ, რომ საერთოდ შეიცვალოს ცხოვრება და აი ეს არის ჩემი თავი სათქმელი. კი ბატონო, მე დავუმატებდი ჩემ მარიამ ასეთ რაიმეს ჩემო სოციალურ მეგობრებო მოგმართავ თქვენად, რომ კონსტანტინე გამსახურდია, როდესაც დასავლეთში იღებდა განათლებას, წერს, როდესაც ვიჯექიო სხვადასხვა უნივერსიტეტების სხვადასხვა მერხებზე და ჩემს გვერდითო იზრდნენ სხვადასხვა დიდი ქვეყნების წარმომადგენლები, სულ ამას ვაბარაკობდიო შენ, ჰეი, პატარა ბიჭო, სოფლიოს ყველაზე პატარა მდინარე ზანას პირას დაბადებულო, არასდროს არ გაჯობონ იმათმა, ვინც ყველა სოფლიოს ყველაზე დიდი მდინარეების პირად არიან დაბადებული. ეს უნდა იყოს ქართველის მე ასე ვიტყოდი, აი იმ უცხოეთში წასული ქართველის, რომელიც ახლა ჩვენთან რაღაცნაირად, როგორ გითხრათ, კულტადაა გადაქცეული და ამაში ცუცვეს რაღაცას ვერ ხედავ, მაგრამ უმთავრესი უნდა იყოს, რომ შენ უკან დგას ძალიან დიდი კულტურა, შენს უკან დგას ძალიან დიდი ტრადიცია, შენს უკან დგას ძალიან დიდი ისეთი რამ, რომელიც სხვებსაც აქვს, მაგრამ შენს გავს და ამიტომ თავი არავის არ უნდა დააჩაგვრინო, იმით რომ ის შენზე მეტია და ის ცოდნა და განათლება შემოწმასო მეგობრებო, რომელსაც დასავლეთში მიიღებთ, გნებავთ აღმოსავლეთში მიიღებთ, გნებავთ ჩრდილოეთში და გნებავთ სამხრეთში, ეს უნდა იყოს დაყრდნობილი უმთავრეს ღირებულებაზე, რომელ ღირებულებასაც ქვია ქართული ღირებულება და განძლებთ ქართული ღირებულება, ეროვნული ფასეულობები და ის ყველაფერი, რაც მოიაზრებს ჩვენი ქვეყნის კულტურას, რადგან ჩვენი ქვეყნის კულტურა ერთ-ერთი უძველესია. ეს ფაქტია, დადასტურებული ფაქტია და შეიძლება ვინმე თქვას, რა მოგვაბეზრეთ თავი ამ თქვენი ეროვნულობითო. არანაირად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ცივილიზაცია შემოიტანა მსოფლიოში და ამაზე ყურადღების გამახვილება და აი ამ ყველაფრის წინა პლანზე წამოწევა არის ზუსტად ის, რაც ჩვენს ქვეყანას შეინარჩუნებს კიდევ ბევრი 8000 წელი ამ დედამიწაზე. ქართველი სერი ვართ, რომელზეც ივანე ჯავახიშვილმა თქვა, რომ ცალი ხელი სპარსულს ებრძოდა, მეორე ხელში სპარსული ლიტერატურა ეჭირა და იმას კითხულობდაო.
და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის უნიკალურობას და უნიკალურ ბუნებას და ასევე დავამატებდი, ანუ ვერ ვთქვი, რომ ერთმანეთს არასოდეს არ ჩაუკლათ რწმენას ასწავლების. ზოგადად სასწაულში ვცხოვრობ ჩვენ და არასოდეს არ დაკარგოს ადამიანმა რწმენა, რომ შეიძლება ერთხელ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალოს საუკეთესოსკენ, სიკარგისკენ. ეს პატარა ლექსიც მაქვს ამასთან დაკავშირებით სასწაული ქვია და ვითომ შეიძლება ბანალურად ჟღერდეს ეს ლექსი, მაგრამ მე მგონია მთლიანად გადმოსცემს სასწაულის არსს. ღამით ქვის ბურთი, დილით ცეცხლისა, წყლის და ხმელეთის ბურთი და რუმზერ, მეც სასწაულზე გიამბო რაზე თუ იცი ხელი დაიდე გულსა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მივესალმებით, ჩემო ბატონო, თქვენთან ახალგაზრდების მოსვლას საუბარს და შემთხვევით არ გამომახვილებინეთ ბია ყურადღება იმ პრობლემებზე, რომელიც პრობლემებიც დღევანდელ დღეს თქვენ წამოსწევი და იმიტომ რომ ჩვენ ვახსოვს ვისი გულისანი ვართ. მე მინდა მაყურებელსაც და ჩემს უმცროს მეგობრებს ერთი ასეთი საინტერესო ამბის შესახებ მოვახსენე. 60-იან წლებში მსოფლიოს მოედო მთელი რიგი მიზეზების გამო ასეთი მოძრაობა, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული ჰიპების მოძრაობა. რომელიც შეიძლება შევადაროთ დღევანდელ დღეს ეგრეთ წოდებული ჯენზების ახალგაზრდების ჯენზების, ხო? არავის არ უშლის, მაგრამ წარე გადასული ყველაფერი ცუდი. თავის თავცხადე. ძველი ბერძნები ლაპარაკობდნენ ერთ რამეს: ზომიერება და ზომიერება. ღვინოსა ზომიერებაშია ღმერთი. კი ბატონო და ძველი ბერძნები ღვინოში წყალგარეულ ღვინოსონდე და უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ მონებს დაათრობდნენ და მათ ქცევაზე შემდეგ საკუთარ შვილებს აყურებინებდნენ, რომ როგორ იქცევა გადამთვლელი კაცი. რატომ მოვხერე ახლა ეს? რატომ ვსაუბრობ ამის შესახებ? სწორედ ამ ჰიპების მოძრაობამ ისე ძალიან მოიდგა ფეხი მთელ მსოფლიოს მასშტაბზე, რომ შემდეგ უკვე თითქმის დაავადებაში გადაიგზავნა. მე მგონი მიხვდება მაყურებელი, რატომ ლაპარაკობ ახლა ამის შესახებ, რა უთხრა ისეთ იგავს, რომელშიც რაღაცა სიმართლის მართლები და უმეტესი სიმართლე არ არის და რომელსაც საზოგადოება, ვისაც ჭკუა და გონება გააჩნია, ვერ მიხვდება საითკენ ამომართული და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ხო და ინგლისში ძალიან მძაფრად შემოვიდა ეს პრობლემა, ვერაფერი ვერ მოახერხეს ფსიქოლოგებმა, ვერც მედიცინამ მოსაკეთს და ნახეთ რომ გამოხდა იცი. ერთი არ მახსოვს საქმე სამწუხაროდ ფსიქოლოგი იყო, რომელმაც აიყვანა 20 კაციანი ჯგუფი. და არაფერი არ გაუკეთებია მეტი. დააჯინა აუდიტორიაში და ასმენინებდა ქართულ საგალობლებს. ყველა განიკურნა. ეს შემთხვევა არა, ჩემთვის ფასონი მეგობრებო. რამხელა დიდი რამ გვაქვს ჩვენ აგერ საუნჯე და ნუ დავემართება ისე ხშირად ლაპარაკობ ამ გადაცემაში, თურაშაულის პატრონი ტყეში პანტავას ეძებდა. აგერ გვაქვს. ამოვიღოთ, გამოვიყენოთ, ვნახოთ, დავნერგოთ და რას მეტყვი რელიგიას შესახებ როგორც ხელოვანი კაცი. ჩვენი მართლმადიდებლური წმენის შესახებ. რელიგია არის როგორც ვახსენე, როგორც ხელოვნება ცნობიერების ფორმა, ასევე რელიგია ცნობიერების ფორმა. ადამიანს აქვს რწმენა, რომელიც ანუ მე სხვადასხვის არ ვიტყვი ერთიანობაში, კერძოდ არ ვიტყვი ანუ მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, ასე მე ყველა ადამიანს ვაფასებ და ყველას ვცემ პატივს, ვინც თავისი რწმენას უფრთხილდება. და თავისი რწმენა გაიგებს ადამიანს იმას რაც არ უნდა ანახო თქვენ გეცოდინებათ და ასეც იყო 70 წელი მთელი 70 წელი და კომუნისტური პარტია მართავდა სახელმწიფოს და ებრძოდა რელიგიას იყო ათეიზმია ისწავლებოდა მატერიალიზმი დიალექტიკური მატერიალიზმი და ასე შემდეგ უნივერსიტეტებშიც იყო სავალდებულო მაგრამ ხო ხედავთ ანუ მაინც რწმენა დაიშალა საბჭოთა კავშირი მაინც თავისი ადგილი იპოვა ერთ ჩაგეჭრები ძალიან კარგადაა სახარებაში ეს მოთხრობილი. კლდეზე დავაფუძნებ ჩემს ეკლესიასო და ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ. დამტკიცდა. ეს შიგა რაღაცა ადამიანი ძალიან სენსიტიური საკითხია და მგრძნობიარე საკითხია და მე ყველა ადამიანს ანუ ვისაც რაღაც წამს
ყველა ადამიანს თავისი წამსით გაუმარჯოს და ასე ვიტყვი იმას ქართული ლექსი რო არის, კაცი იყავ, კაცური და იქ ლოცე სადაც გინდაო და ამას მე საერთოდ არ ვამიჯებ. რა განხის არის კათოლიკურია, პროტესტანტული თუ მართლმადიდებლობასთან. მე რამხან ისლამი მე მიმხრივ გავაკეთე აქცენტი რომ აი ჩვენს ისტორიაში ზომიერება ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი ზომიერება რო არ მოხდა და აი დღეს ირანმა რო ირანს რომ აქვს პრეტენზია რომ პირველი ქვეყანა ირანია ან მეორე ისლამის წარმომადგენელი ირანი უნდა იყოს და ასე შემდეგ გინდაც როდესაც ისტორიიდან ვიცით რომ რომის პაპს ჰქონდა პრეტენზია მაგალითად რომ კათოლიკობა რუსეთშიც კი ყავდა აგენტები რომ მართლმადიდებლობაზე კი არაო რომის პაპს უნდა ემორჩილებოდეს რუსეთიც კიო და ეს არ უნდა გადააცდეს ზომიერებას და ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს ზღვარი და რელიგიასა და ეროვნულობას შორის აი შესაძლოა ირანი ამან დაუპა კიდევ ერთხელ რომ რელიგიამ რო გადააჭარბა 79 წლის შემდეგ თორე მანამ ფეხლები რომ არ ფეხლების დინასტია რომ მართავ და მოკლე კაპიტალს დადიოდნენ ჩაგრიც არ იმანაც აგრესია გამოიწვია ზომიერება იქაც დაკარგული იყო და ამიტომ მართლმა ავტოკრატიული მეთოდებს მიმართა და კი ბატონო ხდება თქვენ ასე თქო თანამედროვე ჩვენი მე რას ვაპარაკობ ვერ ვიტყვი ახლა მე იმას რომ მუხლებ გადაყოლებული ვარ ლოცვებში გამორიცხულია ეს არა ბატონო ჩემ არა ეს ასე აი მაგრამ ცდილობ ქრისტიანი ვიყო ცდილობ რამდენად უახლოვდები ახლა ამას ქრისტეს ამდენად ნუ გამიგებს ახლა მაყურებელი ისე ქრისტე როგორც ასეთი პიროვნება უდიდეს მაგრამ მის ღირებულებებს ქრისტიანობის ღირებულებებს მითხარით ახლა ვარდეს ტერიში ნების აი კარგი რამ თქვი ჩემო ბატონო ახლა როგორი საქმეა ჩემო მარიამ გიყვარდეს ტერი შენი ვითარცა თავი შენი. აი უცხო გამოვთქვი აგერ სტუდიაში და მე რა მოხდა რაც ეს არაფერი არა და მე ამას სუფრაზე ეთქვი ქუჩაში მე სადღაც ეთქვი დაფიქრდი. ტერია იცი შენი და ილოცე მისთვის მთელი სული და გულით რომ ისიც ქრისტეს გზას, ქრისტიანულ გზას ეს ხო ურთულესი ფენომენია. ამის გაკეთება მე მგონი არ ვიცი ზოგჯერ კიდე აბსოლუტურად 1000-დან 999 შემთხვევაში და 9000 შემთხვევაში კიდევ შეუძლებელია. როგორ ფიქრობ? თუ დაფიქრეთ ამის შესახებ? ეცით რა თქმა უნდა ამ თემასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი აზრი და რა თქმა უნდა მიფიქრია კიდევაც იმიტომ რომ დღეს ყველას არ აქვს გააზრებული რამხელა სიყვარულს უნდა ატარებდა გულში რომ სხვა ადამიანების მიმართაც შეგეძლოს ამ სიყვარულის გავრცელება თუნდაც მაშინ როდესაც ქრისტეს სიყვარულია. დიახ ეს ქრისტეს სიყვარულია და ეცით ეს უდიდესი ძალა არის შინაგანი უდიდესი გააზრება ამ ყოველივეს რადგან ჩვენ ერთმანეთის დები და ძმები ვართ ის რასაც მე ვაკეთებ აკეთებთ თქვენ ჩემი გარშემოყოფები გაზვიადებულად თუ შემცირებულად თქვენ იმეორებთ ჩემს საქციელზე მე თუ სიყვარულს მოგაწვით თქვენ სიყვარულს აიღებთ ჩემგან და არა უარყოფით ის რაც შემიძლია რომ მოგაწვოთ მაგრამ რატომ როდესაც სიყვარულზეა დაფუძნებული სამყაროს კეთილდღეობა და ერთ რამეს ვიტყვი თუ შეიძლება აი რა თუნდა რეალურად მტრობას რაღაც ძალაუფლების დამტკიცებას ანუ ყველაზე დიდი ძალაუფლება სიყვარულში გამოიხატება მე ასე ვთვლი პირადად და მეგერა რუსთაველთვის დიახ და ნუ რა ეს არის რა თქმა უნდა ამაზე ჩაშლა და საუბარი შეგვიძლია უფრო მკაფიოდ ბატონო შალომ ახსნა ესეთი რაღაც რომ აი სხვის შიდა პოლიტიკას გადაუწყვდით რაც რეალურად სამყაროში მიმდინარეობს დღეს და ჩვენს შეიძლება რომ შეგვეხოს თუმცა თქვენ როგორც აღნიშნეთ ბატონო ედიშერ ვთვლი რომ ძლიერი პოლიტიკოსები ამ სამყაროში არ მისცემენ რაღაც რიგ ქვეყნებს იმის უფლებას რომ სიტუაცია მსოფლიოში არიან და ესე ვთქვათ ჩვენი შთამომავლობა აქ არ იყოს ასე ვთქვათ და შალომ მე იმას ვიტყოდი რომ აი ეს შიდა პროცესები რაც მიმდინარეობს ეს არ არის ესეთი ზედაპირული ეს ყოველივე წლების წინ გაწერილი ამბავია და საერთოდ არ არის ჩართული არც ირანი და არც ისრაელი ამ მოვლენებში რაც ახლა მიმდინარეობს ეს უბრალოდ იმპულსებია რომელზედაც წარმოეგენ მართველი ლიდერები ასე ვთქვათ და მიყვებიან სხვების თამაში თუმცა ეს კვლავ ჩვენი განსახილველი არ არის რადგან ჩვენი შინაგანი სიმშვიდე გვაქვს დასაცავი ჩემო თვითფასო მსხვილ მეგობრებო ჩემსაც მოახსენეთ ამის შემო
როგორც შედარებით ოდნა გამოცდილს, ხო და მინდა გიჩიოთ წაიკითხოთ ძალიან ბევრი წიგნები. წაიკითხოთ კიდევ და კიდევ ბევრი წიგნები. ეს Ferenc Liszt's აქვს ასეთი პირველ პარტიტურაზე დაწარწერა აქვს ასეთი სწრაფად. მეორეზე ფორტეპიანოსათვის აქვს ეს დაწერილი, მეორეზე უფრო სწრაფად. მესამეზე კიდევ სწრაფად და მეოთხეზე უწერია რაც შეიძლება სწრაფად. ასე რომ უნდა მოვიწოდებთ თქვენი თამადობთ მთელი საქართველოს ახალგაზრდობას, რაც შეიძლება მეტი და მეტი იკითხეთ. იმიტომ რომ ეხლა თქვენ წამოაყენეთ საკითხი, რომელიც ურთულესზე და ურთულესია მარიამ, ეს არის კაპიტალიზმის. კაპიტალიზმის შესახებ წაიკითხეთ კრიტიკოსები. ახლა ვიცით ჩვენ ჩემოგანა ზოგიერთები შერისხულია, ზოგიერთები შემორისხულია, ასე შემდეგ და ზოგიერთები რომლებიც არ მსახურებენ ცაში აყვანილი. ისიც უნდა წაიკითხო და შეკაითო მე გქონდა სხვადასხვა თვითონ სოციალიზმის მიმდევრებს. ზუსტად ამას ვლაპარაკობ, კაცო, მე არ ვლაპარაკობ, ახლა ბოლშევიკი გახდი და სოციალისტი ამაზე ვლაპარაკობ და მენშევიკი. შენ კონდეს წაკითხული და კონდეს შენ საკუთარ თავში ჩამოყალიბებული ის რა არის სინამდვილეში, ხო? მიზეს შედაგობრიობის კავშირის დადგენა რომ შეგეძლოს ყველაზე ცოტა. უბრალოდ ისტორიამ გვაჩვენა რომ ამ სოციალიზმს მაინც კაპიტალიზმმა მოუგო, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება ყოფილა კაპიტალისტური, ის ვერ ერევა კერძო საკუთრების გარეშე არსებობას. მას უნდა სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით მეუღლესთან დაკავშირებით ჰქონდათ მოსაზრებები ერთი რაღაცა მაქვს წაკითხული ამ თემაზე და აი ცოლი მაგალითად ხო ცოლი ადამიანს უნდა რომ ერთი ყავდეს ხო ხა 10 ცოლი უკვე ეს გინდაც არაბულ ქვეყნებში როგორც არის ესეც კი უკვე ცოლებს შორის იწევს უთანხმოებას ერთმანეთის ჯიბრი აქვს ჭუბი აქვს იმიტომ რომ ერთი კაცი ერთი ქალი ნორმაა ხო იგივე აქვს აი ეს მოიყვანეს კაპიტალისტებმა რომ კერძო საკუთრებაც ასეა რატო უნდა იყოს საერთო რაღაცა ჩემი სახი ჩემია ბაღი ეს მე მეკუთვნის შემია ხო ახლა მეორე ჩვენი თემა ეს არ არის მაგრამ მე უბრალოდ მაგის მომხრეებს ასეთ რაღაცებს დავსვამდი კითხვა კი მაგრამ ჯობნის მე ბატონი ისა რა ქვია შალვა ერთხელ ბატონი ჯობნი ხარ ორჯერ ჯობნი ხარ სამჯერ 10ჯერ მილიონჯერ რომ ჯობნი ხარ ბაცახარით მაშინ მოთხარი მიწადა ჩამოწვინე შენ რა უკვე კაპიტალიზმის პრობლემა მე ამას ვლაპარაკობ ზუსტად როგორ შეიძლება ან შენ სინდის ნამუსის სადაგავს იქედა გამომდინარე რომ შეკაიკაცო შენ თვითონ შეგიძლია დღეს კანარის კუნძულებზე წახვიდე და ნაყინი შეჭამოდა მე მაშინ პურის ამხონდეს ესე ძალიან დიდი ანარქონიზმია თვითფასადალებებს მაყურებლებო პრობლემური საკითხებია იმიტომ დავსვი ახალგაზრდებთან ეს საკითხები იმიტომ რომ ესენია მომავალი ჩვენი ქვეყნის მომავალი ამათ უნდა შეიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარების გეგმა და ამათ ხელში იქნება ჩვენი მომავლის საქართველო მე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ დღევანდელ დღეს მოგზაურობისათვის ასეთი საინტერესო საუბრისათვის და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მაყურებელს რომ სანამ ასეთები ახალგაზრდები გვეყოლებიან საქართველოში და იმედია უკუნისამდე იქნებიან და მათ მსგავსნი ზიხართ თქვენ ახლა ტელევიზორებთან და უყურებთ მანამ ამ ქვეყანას როგორც იყო და აკაკი წერეთელი როგორც ბევრ სურს ის არ მოხდება ანუ მას გადაშენება არ უწევია მადლობთ ყურადღებისათვის ჩვენი გადაცემა ეთერში გადის ყოველ შაბათობით საღამოს 10 საათზე